ჩვენ უკვე მსვლელობით გადმოვინაცვლეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. აქ არიან შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები, მარკეტერები, PR სპეციალისტები, ასევე გრაფიკული დიზაინერები და ისინი ამბობენ, რომ მათი ხმა და ზოგადად ხალხის ხმა უნდა ისმოდეს და სწორედ ამიტომ მოვიდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და აქ გეტყვით ასევე, რომ იმართება ხოლმე ტრადიციულად 7 საათზე ხოლმე საპროტესტო აქციები და ხალხი მოითხოვს ეთერს. მე ახლა კადრშიც გაჩვენებთ აქ მოსულ ხალხს, რომლებიც შეიკრიბნენ სპორტის სასახლესთან, ძველ სპორტის სასახლესთან და შემდგომ ჩვენ ერთად გამოვუყევით უკვე სააკაძის მოედანს და მე გეტყვით იმასაც, რომ როდესაც მერიისკენ მივდიოდით, სწორედ ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოვიდნენ. ადგილზე იყო ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძე, რომელმაც დემონსტრანტებს განუცხადა, რომ მათ მხოლოდ ერთი ზოლი უნდა დაეკავათ, რადგან მათი რაოდენობა არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მთელი გზა გადაეკეტათ და უთხრა, რომ ყველას დააჯარიმებდნენ, თუ არ დაემორჩილებოდნენ მათ და სწორედ ამიტომ მოხდა მცირე შელაპარაკებაც აქციის ერთ-ერთ მონაწილესა და ლაშა სალუქვაძეს შორის და მან უთხრა, რომ თუ არ დაემორჩილებოდა მათ მოთხოვნას ამ შემთხვევაში მას დააპატიმრებდნენ კიდეც და ადმინისტრაციულად დააპატიმრებდნენ და სწორედ ამიტომ ჩვენ შემდგომ გადმოვედით და მივდიოდით ერთ ზოლად და ახლა უკვე როგორც გითხარით ვართ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საპროტესტო აქცია ახლა მიემართება საქართველოს პარლამენტისკენ, რომელიც არის დანიშნულების ბოლო წერტილი. ტრადიციულად და საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის რაც არის სხვა საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მოთხოვნაც, ეს არის იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების დროს და ასევე ახალი არჩევნების ჩანიშვნაც. თქვენ ხედავთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს, რომლებსაც აქვთ მოტანილი აქ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და ჩვენ შეგვიძლია ახლა რომ მოვისმინოთ კომენტარები, რომლებიც მსვლელობის დაწყებამდე ჩვენ მათთან ჩავწერეთ. აგერ მანქანები ხო გადის? არა, ვერ გადის. ვერ გადის. ეხლა ვერ შეგიძლია ტროტუარით გადაადგილდეთ? ეხლა ვერ გადის. არა, ტროტუარზე ვერ ვეტევი. წეღა როგორც მოძრაობდი, დაკეტილი მქონდა სავალი ნაწილი. მე გაგაფრთხილე წინამდე ჩვენ ხოში ყველას იდენტიფიცირება აი გაჯარიმდე. აგერ პატრულები რო აფიქსირებდნენ, დააფიქსირა აი მანქანები გადის. გეკადრება, დაკავებული გაქვს სავალი. ვერ ვეტევ, ტროტუარზე ვერ ვეტევი და გზას მთლიანად არ ხურავთ. უნდა მიაქციოთ მაგას. ნუ მიყვილი ხარ მეთქი, გეუნები რა. მე თქვენობით გელაპარაკებით. მე თქვენობით გელაპარაკებით და თორე დაგაკავებ ადმინისტრაციულად. შენობით ლაპარაკდა მე არ გადმოვსულა რა. მე თქვენობით გადაიწიე ტროტუარზე რა. არ არის ტროტუარები ამ ქალაქში, არა. ქვეყანა შესულია უდიდეს კრიზისში, წინ ხედავთ კატასტროფას, რომ შეიძლება გაჩერდეს მთელი ინდუსტრია, გაჩერებული არის ბიზნესი, გაჩერებული არის და ძალიან დაკლებული არის საქმე. ჩვენ შემთხვევაში როგორც შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველთვის ვიყავით და ვისწრაფოდით ევროპული ინდუსტრიისკენ, ჩვენ ვართ მის ნაწილი, ჩვენი აღიარებებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი და დღეს გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები ჩვენი პარტნიორი ევროპელი კლიენტებისგან, თუნდაც პოტენციალური პარტნიორებისგან და ყველა ელოდება თუ რა მოხდება საქართველოში. ჩვენი სურვილი და მოთხოვნა არის, რომ ხელი არ შეგვიშალონ, ჩვენი ინდუსტრია ისედაც კარგად ვითარდებოდა, არავის არც ერთხელ არ გქონდა რაღაც არანაირი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, უბრალოდ სასწრაფოდ ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს. როდესაც ხარ ხელოვანი და არტისტი, არ შეიძლება გამოყოფა რომელიმე პრობლემისგან. ხშირად არის ხოლმე ის შეფასება, რომ აი მაგალითად უნდა გაუმიჯნოთ ხელოვანებმა პოლიტიკა და არავითარ შემთხვევაში იმიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რესურსი იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი სხვადასხვა ფორმით. მე როგორც მხატვარი ილუსტრატორი ვუძღვნი ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენას, თუმცა არსებობს ის შიში ცხადია, რომ ვიღაცა შეიძლება არ ესიამოვნოს შენი კონკრეტული სათქმელი, რაც ილუსტრაციით არის გადმოცემული, ამიტომ მაინც თუმცა არ გვეშინია. იმიტომ რომ თუ შეგვეშინდა, მაშინ მიზეს ანუ შედეგს ვერ მივაღწევთ და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა, რაც ამ პოსტერით გამოვხატავ, ეს არ არის მარტო ჩემი სათქმელი, ეს არის ალბათ მთელი ხალხის სათქმელი, რომ
რომ რეჟიმის პატიმრები არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. ეს ჩვენ ამ მარშზე შეკრებილები ვართ მარკეტოლოგები, მარკეტინგის წარმომადგენლები, ვინც ამ სფეროში მუშაობთ და ხშირად გვიწევს ხოლმე სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიების წერა. ჩვენ სახელმწიფოს ვთავაზობთ უფასო სტრატეგიას, რომელიც იქნება ასევე პოლიტიკური და შეგვიყვანს ევროკავშირში და არა ის სტრატეგია, რომელსაც ახლა მიყვებიან და ეს სტრატეგია მიგვეთროს რუსეთში. ამიტომ შემიძლია უფასოდ დაგიწეროთ სტრატეგია თუ როგორ შევიდეთ ევროკავშირში. საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება, აქ შეკრებილები არიან. არის სპეციალისტები, გრაფიკული დიზაინერები, ასევე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები და ისინი ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ კვლავ პროტესტს და მარშს. ასევე თქვენ ახლა განახებთ კადრშიც აქციის მონაწილეებს, რომლებიც სულ რამდენიმე წუთში უკვე დაიძვრებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით და მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ გაათავისუფლონ პატიმრები, რომლებიც დააკავეს საპროტესტო აქციების დროს და ასევე რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან ისინი თვლიან, რომ დღევანდელი მთავრობა არ არის ლეგიტიმური და სწორედ ამიტომ ისინი არ აპირებენ განებებას და აპირებენ ბრძოლას. გეტყვით ასევე იმას, რომ დღეს რამდენიმე მარში გაიმართება ტრადიციულად, როგორც უკვე 29 დღეა სხვადასხვა საპროტესტო აქციები იმართება სწორედ ასე და ჩვენც ახლა ვრჩებით ადგილზე ჯერჯერობით, თუმცა შემდგომ უკვე გამოვუყვებით სწორედ ამ მარშს და ბოლო ცნობებსაც მოგაწვდით.